გამარჯობათ, ხალხნო. ესე იგი, მეოთხე სეზონის მეოთხე სერია. გენადი კანკიას დაკავება კი ვნახეთ წინა სერიაში და ეხლა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ ხოლმე რა. კენა რას ამბობ, ამას ჩაადგნენ და ეს გენადი და ეს გენადი დატოვის კაბინეტში რორავე, რომ ვერაფერი ვერ ქნას. აუ რა გიჟი კაცია, ძალიან მოზგია. ბიძო არის იმენა ლეგენდა. ზემოთ არიანა. ხმაზე თამაშობს. ამირან. რომელი ხარ? ბიზინა ვარ თაბაგარი. ვა. ბიზინა. ხომშვიდობა. კი, საქმე მაქვს შენთან. ეხლავე, ჩამოვალ. რა იყო ბიჭო, ლეკიანობა? ამაში გაშინე. ტოპი. რა იყო ზახარიში? ყაჩაღობა დაიწყე? მომიცხელი. ბიჭო, შეერაღებულ წინააღმდეგობას უწევ პოლიციას დაკავების მომენტში. მეორე ხელის მომიცე. შეერაღებულ ფემს ლაპარაკო. ადრე ამაზე სროგს უმატებდნენ. ახლა ადგილზე ლიკვიდაცია. რა არის რა? მოიცა, მაგრამ ერთი წუთიტო. აშკარად თამაშობდა ნარდს. ვიღაცასთან ერთად. ანუ ტიპი ჩამოვიდა მარტო. ზევით, ანუ რა იციან, კიდე იქნებ იარაღიძეს ტიპი. ანუ რა ხდება ხარა? სანქცია გაქვს? არა მაქვს სანქცია. მაგრამ აი უვერენი რო არ ვიყო, ასე არ მოვიქცევოთ. სად არის შენ სტუმარი? ვინ სტუმარი? კარგი, ეხლა თუ ძმახარ, აბა ნარ საკუთარ თავზე თამაშებოდი? პასიანსია? დავაი ეხლა ადი მაღლა, დავაი. როზე ეხლა ავედით. უი, ეს საყვარელი კაცი მალავს კრიშაში, პარმენას ვებერს. გამარჯობათ, ბატონო პარმენ. რა ხანია მინდა თქვენი გაცნობა? მაიორი თაბაგარი. იცოდეთ, მე თქვენ არაფერს არ გეტყვით. არა, თქვენ არც არაფერი არ უნდა თქვათ. დავზანდი და ჩვენ მოგვისმინეთ. მოდი რა დაჭიქს რაღაც. დიდი ხანია ჩიფჩიურზე მუშაობ. და ვინ გითხარ მუშაობ? ჩიტმა მომიდანა ამბავი. ხო, ჩიფჩიურ შენ ისანა ხალხი ჭირდება. იმ დღეს როდესაც თქვენ ამოევის ანგარიში მიუტანეთ ჩიფჩიურს, მის თავში გენიალური გეგმა დაიბადა. და ამ გეგმის შესრულება აი ამ ვაჟბატონს თხოვა. ზღაპრებს ნუღები რა. რა გაი სიგარეტია. თანაც იშვიათი. ვენესუელაელის გამომშვებს. მაგრამ დაგვეხმარა. მოწე? მომენ. ბატონო პარმენ. ყველაზე მეტად იცით რაზე ვიმტვრიე თავი? მე საიდან უნდა ვიცოდე? ტრესტან ჩეპჩიურმა რატომ თვითონ არ გამოაქვეყნა ამოევის ანგარიში? მაშინ ხო ხალხის თვალში გმირი იქნებოდა. არის კენეც. იმიტომ რომ იწუძღა. თუ შეშვილთან მოინდომა ანგარიშის გასწრება. ერთი პირი თავისთვის დაიტოვა, კოლეგებზე კომპრომატი რომ მქონოდა. მაგარია. კომპრომატი ძლიერი იარაღი.
თანაც ხანგრძლივად მოქმედი. მეორე ოთახში ქსეროქსი ქონდა, გავიდა გადააქსეროქსა თქვენი ყოფნაში. ერთი პირი თავისთვის დაიტოვა, თედანი კი თქვენ გაგატანათ თუშიშვილთან. მერე? ამირა, საიდან იცო თუშიშვილის კანცელარიის გამგეს? გენადი როა, კანკია. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხო, არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის ეს კანკია ჩვენ თავზის პოლიციაში და გველოდება. ხო, უფლო კაცია. ბიზნესში ხელმოწარული, კაი ცხოვრება უყვარს. მაგას ერთი უპირატესობა აქვს, შენთან შედარებით. ისეთ ხალხთან შევა, სადაც შენ ვერ შევალ. სხვათა შორის ეგ ადრეც გაძლევდათ, პატარ-პატარა ინფორმაციებს და კაი მაყუცაც აკეთებდა. და თქვენ საშანტაჟებდით, დავაი. ეგრე არ იყო? მე ამას რა კავშირი აქვს ამ საქმესთან? ბატონო პარმერი, როდესაც თქვენ ამოევის ანგარიშის დედანი მიიტანეთ თუშიშვილთან, ეს ვაჟბატონი კანკიას კაბინეტში იჯდა და ამ სიგარეტს ეწეოდა და ისტიდა. მერე როდესაც მინისტრი და მდივანი წავიდნენ, კანკიამ ეს მინისტრის ოთახში შეიყვანა, მაგრამ იქ დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა. მხოლოდ კანკია შეეძლო ეთქვა ბროზელისათვის თუშიშვილის ძველი მისამართი ჭონქაძის ქუჩაზე. მერე იმას რა გაუნდოდა? ხელთათმანი? ატმიჩდა? ქართველი შემოგოსია. მაგაზერ დამტკიცება ჭირდება გენაცვალე. თქვენ ორეონი პასუხს აგებთ. მოიწვიდე. კი, მაგრამ რა გამოვიდა? სად არის ამოევის ანგარიში? ეს ამ ვაჟბატონს კითხეთ. გამოსვლით კი ჩიფჩიური პატეონსანი კაცი გამოვიდა. თუშიშვილი არა, იმიტომ რომ დოკუმენტაცია გაანადგურა და თავის ნამუსგარეცხილ პოლიტიკანებს ხელი დააფარა. საწყალი თუშიშვილი კი იმაშია დამნაშავე, რომ სადღაც, ოდესღაც ამ ნაბიჭვარ ჩიფჩიურს ხელი არ ჩამოართვა. თქვენ კი მთელ ამ ამბავში სათამაშოდ გამოგიყენეს. პარმენ ტყუის არ დაუჯერო. შენ ხარ პროვოკატორი. შენ პროვოკატორი ხარ. ისეთ რა, ხა დრო აქედან წავიდეთ. თქვენ თავისუფალი ხართ ბატონო პარმენ. მაგრამ მე მეპარება რომ აქ დარჩენა გინდოდეთ. რა მინდა კაცო? ოპა, მოგიყვანეს შეყაროჭოში. ეს რა უბედურებაა? უკვე 3 საათი ამბა უშაობს ზახარი, შენს რა საყვარელი კაცი ეთყობა ტვინი უბურღა. ტონის იდიოტურ შეკითხვებს ვისმენ. თქვენ არ აგებთ? უბლება. უბლება, ოპა, როგორ გაჩერდა ეგრევე. წკრიალაშვილი, ეს მესამეს ჩაიყვანე. ბატონო პარმენ, დაგზავნით რა დაისვენეთ. ლექსო გამთავისუფლდება და თავის მანქანი წაგიყვანთ სახში. გათამოდეს არ დაურეკოთ? ეზინოს თუმცა ხარ, დილი წარუდგენ პატაკს. ჩვენ კანკიას ჩვენება გვჭირდება. ბიჭო, არ დავისვენოთ? ბიჭო, რა დროს დასვენება? კაცი შოქშია. და ეხლა უნდა დაამუშაო. მობრძანე თუ შეიძლება. მობრძანეთ. დაბრძანდეთ. სამარცხვინო ფარსი. გარეწრები ეს. რა მოსორეს თანახში. ეგ მაგათი ხელობაა. მე თქვენ არ გაიზრდებთ ჩვენების დაწერას. თქვენ ნება. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ გაყევით ბროძილს ანანოში? დამარწმუნა. ანგარიშის გამოქვეყნებამდე შესიცოცხლე საფრთხე ემუქრებაო. და თან ამ ჩიფჩიური. ჩიფჩიურის ბარათიც განმემცა. ბარათი? არაფერი ისეთი უბრალოდ ეწერა რომ ეს ბროძელი მისი კაცია, შემიძლია ვენდო და მე გავყევი. მომისმენთ, ის ბარათი სად არის? დაგარგეთ? ბარათი რა? ბარათი. თქვენ პოლიციის უფროსი ბრძანდებით? არა, მე უბრალოდ თანამშრომელი აღარა ვარ. აბა ვინ ხარ? რა ვიცი, აბა?
ალბათ დეფექტიური. უბრალოდ არ მსიამოვნებს. როცა წესიერ ადამიანს ტალახში სვრიან. თქვენ ვის გულისხმობთ? თუ შეშვილს? დიახ. ახლა მე ძალიან მაინტერესებს და კატეგორიულად მოვითხოვ. მიპასუხეთ, რატო გონიათ ეს ეგრეთ წოდებული მინისტრი წესიერი კაცი? რა გითხრათ, ება? დიდი ხელი აქვს. თამთმილი. რა მოშტერდა? რა გეთანხმებით? აი ბარათ. მე არ გადამიგდია. შეიძლება გამოვგადეთ. გიჟიერს კრიალაშვილი. გას თუმე ტუალეტში დომებია. ეს კიდე არ უშვებდა. ვის? კანგიას? ხო, მე ჩავიყვანე. მე? არაფერი, ტუალეტიდან გამოსული არ იყო, რომ ჩვენების მიცემა დაიწყო. ქვავს და ქვავს ყველაფერს. მალადეც მაგას. ეხლა სად არის? სადა საპროცესო შეთანხმების გარანტია მივეცი. ზის და კაბინეტში და აღიარებით ჩვენებას წერს. და კი მაგრამ ბატონი პარმენი რო სახში ყავს მისაყვანი? ეს მე არ მეჩქარება, თუ კალამი და ფურცელი გაქვს, დავწერ რაც ვიცი. ეგ გარეწრები ეგენი. ოპა. კალამის და ფურცელის მეტი რა გვაქვს? კალამის და ფურცელის მეტი რა გვაქვს? რაც არ უჭირთ პოლიციაში ეგ არის წერეს, მაო. რატო არ დაურეკა თოში შვილს? სალამი ბატონოზა. უკაცრავად შუაღამისას რომ გირეკავთ. არა, ახალი ამბებია და. ქურდი დავიჭირეთ. კი. თქვენი კანცელარიის უფროსიც აქ არის. ნუ, სამწუხაროდ ეგეც. კი. ასე რომ შეგიძლიათ აცნოთ ხალბატონ თინას. კი ბატონო, ახლავე შეგიძლიათ დაურეკოთ. კარგად იყავით. ესე იგი თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამოევის ანგარიშის ერთი პირი ჩიფჩიურთან არის? კი, ალბათ ასეა. და დედანი? რა ვიცი, აბა, კანკი ამტკიცებს, რომ იმ დღეს ბროძელი მაგანგარიშით ხელში ჩიფჩიურის ოფისში მივიდა. თვითონ ბროძელი რას ამბობს? ბროძელი დუმილის უფლებას იყენებს. ფაქტიურად ხელს აფარებს ჩიფჩიურს, სამაგიეროდ მისგან დახმარებას ელოდება. ეხლა თუ ქვეყანა სამართალია, მაგრამ ჩიფჩიური კი არა, მამა ღმერთიც ვერ მიშველის. მოგეხსენებათ, ეხლა სულ სხვა დროა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ თქვენ ან ჩვენი ხელისუფლების არ გჯერათ, ან ზოგადად სამართლის არსებობის. ხალბატონო თინა, პოლიტიკაში და ფილოსოფიაში ჩემისთანა ბეცი ადამიანისათვის ეს ძალიან რთული შეკითხვაა. მე ვიცი მილიცია, პოლიცია, ცოტა პროკურატურა, სასამართლო, შავები, კილერები და ასე შემდეგ. დიპლომატიური პასუხია. ქვეტექსტიც მიღებულია. ყავას კიდევ ხომ ინებებთ? კი, დავლებთ თორე დამეძინება. დედა, ეხლა სკოლაში მივდივართ, მერე ბოტანიკურ ბაღში გავევლეთ. გამარჯობა, რომ არ გითქვამს, რას იფიქრებს ეს ხალხი. ოი, გამარჯობა.
გამარჯობა შვილო. გაიცანი ეს ბატონი ბიძინაა. გამარჯობა. კიდევ გამარჯობა. მაკო გვაგვიანდება. მოვდივარ. თინა ჩვენ წავედით, რამე ხო არ გინდა? ბოტანიკურ ბაღში შენ გაული? ხო, მე მივაკითხავ. კარგი, გაიქეცი. გარავითარი ნაყინი იცოდე. კაი. კაი გოგოა. ის თქვენი ხმარი იყო, არა? დიახ, ირაკლი მიქაძე. ხატვარი. ხატვარი რესტავრატორი. კარგით, ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ ჩიფჩიურს მამა ღმერთიც ვერ უშველის. რა თქმა უნდა. არა, მაგრამ საქმე მარტო მაგაში არ არის. ეს ბინძური ამბავი, ჩიფჩიურით არ იწყება და ჩიფჩიურით არ მთავრდება. გვაშინებთ ბატონო ბიძინა. რას გულისხმობთ? რა არის იცით უცნაური? მთელი ამ გამოძიების დროს ჩვენ სულ ვაწყდებოდით ერთი და იგივე სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს, რომლებიც გვითვალთვალებდნენ და მოწმეებთან და ფიგურანტებთან ჩვენს პარალელურად მოქმედებდნენ. ხშირად გვასწრებდნენ კიდეც. მე ეს პირველად მესმის. არ დაგიმალავთ ხალბატონო თინა და თავიდან მეკონა რომ თქვენ საკუთარი თავის დაზღვევის მიზნით გაეცით განკარგულება რომ პარალელური გამოძიება ეწარმოებინათ. ეხლა სიტყვაზე თუ ჩვენ არ გაგვიმართლებდა, იქნებ მათ გამართლებოდათ. გარწმუნებთ ეს ასე არ ყოფილა. კი ბატონო, მაგრამ იქნებ ვარაუდის დონეზე მაინც მითხრათ. ვის შეეძლო ასეთი განკარგულების გაცემა? ნამდვილად გამიჭირდება ამის თქმა. წესით თუ კი ასეთი ბრძანება გაეცა, მე ეს უნდა მცოდნოდა. ხას უსვამ, ვისაც არ უნდა გაეცა ბრძანება, მე საქმის კურსში უნდა ყოფილიყავი. მე მგონი მიმიხვდით არა? გასაგებია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ის პირი, ვინც ახორციელებდა თვალთვალს და პარალელურ მოკვლევას, გელახრამიაშვილის თანამშრომელია. ეს ადვილი გადასამოწმებელია. ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრის ზურგს უკან ვიღაცამ ფარული დავალება მისცა ხრამიაშვილს? დიახ. თქვენს ხომ არაოფიციალურად თხოვეთ დაკარგული დოკუმენტის ფონა. რატო? იმიტომ რომ გარკვეულ დრომდე არ გინდოდათ ამ ამბის გახმაურება. მე ზარიკოსავით კახელი არ ვარ, მაგრამ პირდაპირ გკითხავთ. თქვენი ვარაუდი? რა ვიცება, თუ კი ადამიანს შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული დავალება მისცეს. ესე იგი ძალიან გავლენიანი კაცია. ეს ერთი. და მეორეც ის დაინტერესებულია, რომ ამოევის ანგარიში ჩვენზე ადრე იპოვოს. თანაც ეს უნდა მოხდეს შუმად. და ვიზე გაქვთ ეჭვი ბატონო ბიძინა? იმაზე ვინც ნაადრევად მოსპო ეს ანგარიშის და კომისიის ოქმებიც პარლამენტის არქივიდან. ვინც ეს ოხერი დოკუმენტი გააქრო თქვენი სამინისტროს საცავიდან და ამოევეს ინსტიტუტის კანცელარიიდან. სხვათა შორის, იმ ვიღაცამ თავის დროზე არ იცოდა, რომ დედანი პროფესორის სახლში ინახებოდა. ბარნეჯაშმა იპოვა. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, მათ ჩვენს პარალელურად დაიწყეს მოქმედება. ეგ საიდან უნდა გაეგოთ, ჩიფჩიურისაგან? რა თქმა უნდა. მაგნაძირალამ იმავე წუთს მიუტანა ამბავი. თანაც დოკუმენტის განადგურებასაც შეპირდა. გაკოინი გაწერა. დიდი კულები დაიწერა. მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდნენ. ძალიან მოზგია. პარალელურად შეუდგნენ ძებნას, თან თქვენს გაკონტროლებდნენ, ასე არ არის? კი, მაგრამ ეხლა იქ ყველა მიცის რა კაციც არის ეს ჩიფჩიური. მაშინ რატომ ბოლომდე არ გდიეს? ანდა იმ ბროძელის დაპატიმრებაში ხელი რატო არ შეგიშალეს? კარგი კითხვა. მეც მიფიქრია მაგას. რა არის, იცით? დაწყნარდნენ. რამ დააწყნარდა? აი ეს დედანი, რომელიც თქვენი ბინიდან მოიპარეს. ჩიფჩურმა მაგათ მიუტანა. ვის მაგათ? იმას, ვინც ვიტალი ხარჩილოვას ბიზნეს ლობირებს. ვინც თავის დროზე შეადგინა საპარლამენტო კომისიის პირადი შემადგენლობა. ვინც ხრამიაშვილს დაავალა ფარულად მოეძიებინა ანგარიშის დედანი.
ამასინათ ვითხრეს, რომ რესტორან ელდორადოში გენადი კანკია ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად სადილობდა. ტარიელ მაცაბერიძეზეა საუბარი. დიახ. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. თქვენ ხომ არ იცით? რა ურთიერთობა აქვს მაგ მაცაბერიძეს ვიტალი ხარჩილოვასთან? კარგი. კურდი დავიჭირეთ. ბატონი ზალი გამართლდა. გამოძიებას დამთავრებულია. დაბრძანდით, ბატონო ბიძინა. არაფერიც არ დამთავრებულა. არა, მე მინდოდა მეთქვა კრიმინალური ნაწილი დამთავრებულია თქვა. ახლა ამას რა შედეგები მოყვება ღმერთმა იცის. ნუ ეს უკვე პოლიტიკის სფეროა და ალბათ თქვენი გადასაწყვეტი აქვს, ალბათუნო თინა. მე პოლიტიკაში არაფერი გამიგება. გასაგებია. შესანიშნავი პარტია გაითამაშეთ. პარტია? ვისთან? ჩემთან და ბატონ ზალთან. არ მესმის, რას გულისხმობთ? ბატონო ბიძინა, თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ ქულთის დაჭერით წერტილი დაგესვათ. საქმე დაგეხურათ და აღარაფერი გეთქვით. მაგრამ მას მერე რაც აქ ილაპარაკეთ, ჩვენ არჩევანი აღარ გვაქვს. გვინდა თუ არ გვინდა, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. რატომ? იმიტომ რომ თუ ასე არ მოიქცევით, თქვენ ჩათვლით რომ მთელი ხელისუფლება ჩიფჩიურისნაირი ნაძირალაა. ნუ ეხლა ქალბატონო თინა. რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისათვის მე რა ჩავთვლი? თქვენ ასე გონიათ? ქალბატონო თინა. მე პირობას გაძლევთ, რომ იქიდან რაც აქ ითქვა, გარეთ სიტყვა არ გავა. მადროვეთ. ბატონო დილარ. გამარჯობა. გმადლობთ კარგად. ბატონო დილარ, თქვენთან მოვა ბიძინა თაბაგარი. ბატონი ბიძინა თაბაგარი გახლავთ? იცნობთ? მით უკეთესი. საქმე ეხება წიწვნარის ტრაგედიას და სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების განადგურებას. მოკლედ, ეს საქმე პირად კონტროლზე უნდა აიყვანოთ, ბატონო დილარ. იქ ერთი ცნობილი დეპუტატის გვარიც ფიგურირებს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით. არა, პრესა არა, ჯერ არა. ხვალ მე და ზალთუშიშვილი ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ. არა, ახლა ვერ მოვა. იმიტომ ვერ მოვა, რომ ჯერ უნდა გამოიძინოს. კეთილი. კი ბატონო. დიდი მადლობა. ბატონი დილარჯგადოა გელოდებათ დღის მეორე ნახევარში. გმაყოფილი ხართ? მადლობთ. ამ გადარეულ ქვეყანას ისევ ქალები თუ მოულიან. ეგ უკვე პოლიტიკური განცხადებაა. გია. დიახ. ბატონი ბიძინა ქალაქში ჩაიყვანე. გასაგებია. ეს ჩემი პირადი დაცვის უფროსია, გიამ გალუგლიშვილი. ძალიკო შენ დარჩი. ბატონო ბიძინა. გია ჩაგაწერეთ თავის ტელეფონის ნომერს. თუ რამეში დაგჭირდით, შეგიძლიათ მისი საშუალებით დამეკავშირდეთ ან ბატონის ზალის დახმარებით. მე მგონი, ეს ის ტიპია, ვინც უთვალთვალებდა მერსედესით. კარგი. ეხლა რო ყავისფერი სიგარეტი გააბოლოს. ბატონო ბიძინა. თქვენ მგონი დროებით უმუშევარი ბრძანდებით, არა? ცდებით. პენსიონერი. მე როგორც მითხრეს, თქვენ გქონდათ შემოთავაზება. ისიც რა ბრძანა თქვენმა ერთ-ერთმა მინისტრმა. 40 წელს გადაცილებული. ხე არ მინდა ეზოშიო. არამც თუ თანამშრომელიო. ბატონო ბიძინა, არც ყველა თქვენი თანამშრომელი იყო ანგელოზი. რა ვქნაბა? პოლიციაში ვეღარ დავბრუნდები. სხვა საქმე მე არ მეხერხება. ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით. წარმატებას გისურვებთ. მადლობთ. ხვალ დაიდება ორივე, პაპი. წინათ სერიას დავარიაქტე და ესეც და ორივე ხვალ დაიდება. ანუ ყვირა დღეს.
ერთი, ისიც ერთი საღამო. ყაზბეგისისა, ცეხი აშკარად, ყაზბეგის ბოთლებია. გამარჯობათ. გისმენთ? გაიცანით ბატონო უნგერ. ეს ზუგა გახლავთ. მე კი ალბათ უკვე ისედაც მისცემით. აბადიეთ, მაგრამ ამ ყმაწვილის არ იყოს, მე თქვენს პირველად გხედავთ. მართლა? დეპუტატი ტრისტან ჩიფჩიური. ბოდის გიხდით, ბატონო ტრისტან. საქართველოში ახალი ჩამოსული ვარ და ჯერჯერობით სახელზე ყველას ვერ ავწნა. რა უშავს, გასაგები. რაცა შეწუხებულ ხართ? სერიოზული წინადადება გვაქვს ბატონო უნგერ, ძალიან სერიოზულია. გისმენთ? იცით მე მთიელი კაცი ვარ, ამიტომ მე კიბულ-მოკიბული საუბარი არ მიყვარს. საქმეს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. ბევრი მეუბნება ამ პირდაპირობას, ოდენა დიპლომატია ცოტა მოქნილობა ჯობიო, მაგრამ რა ვქნა, ბავშვებიდან ასე გამზარდეს. ალბათ არ გამოსწორდები. მე თქვენ შესახებ ბევრი კარგი მსმენია. ისიც ვიცი რომ საქართველოში 1 ცენტით არ გაგიკეთებიათ, რომ ბიზნესი გქონდათ რუსეთში. ტექნაში უნიფული გინდათ სამშობლოში დააბანდოთ. მერწმუნეთ, ჩვენ ყველა თელესულითა და გულით მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ლუდის წარმოებასთან თქვენ საქმე არასდროს არ ქონიათ. მას და მაინც რატომ გადაწყვეტეთ ამ სფეროში მოღვაწეობა? ამ კითხვაზე აუცილებლად უნდა გიპასუხოთ? ეგ თქვენი ნება, მაგრამ ჩვენ ერთი სარფიანი წინადადება გვინდა შემოგთავაზოთ. გისმენთ? ჯერ მიპასუხეთ, ვენეციაში ნაყოფი ხართ? არა. რატომ მერე? რატომ? რა ვიცი. საქმე არ გამიშვა. ნუ მიწყენთ, მაგრამ თქვენ ხანში შესული ადამიანი ბრძანდებით. დროა საკუთარ თავზე იფიქროთ, იმგზავროთ და ისვენოთ. მაგრამ ისიც მითხარით, რომ ორი ბარასკევი დამრჩენია და ცალიფეხი სამარაში მიდგას. არა, ეგ მე არ მეკადრებია. უბრალოდ მე ვთქვი, აი როგორც რუსები ეტყვია, ძელანი ვოლკი ლისუნი პაბიჟით. ეგ არის შედალოცილო, მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს. ბოლოს და ბოლოს გამაგებინე, რას მოითხოვთ ჩემგან? მოვითხოვთ, რომ ლუდის ბიზნეს თავი დაანებოთ და სამაგირო თვეში მიიღოთ 20,000. 20,000 რა? დოლარი. 30,000. ვერ გავიგე. პოლიჩუძეს მეთამაშები თუ რა შეასაქმე? მოკლედ, ბევრი რომ არ ვივაჭროთ, თქვენ თვითონ ბრძანეთ რამდენი გნებავთ. რამდენი? დიახ. რამდენი და თვეში მილიონი. რა? კარგით. ვეცდები უფრო გასაგებად აგიხსნათ ყველაფერი. არა უნდა ვაღიარო შესანიშნავი წინადადებაა. რაჯობი ავიღებდი მაგ თქვენ 30,000 დოლარს და წავიდოდი სამოგზაუროდ იტალიაში, შვეიცარიაში, თუ და იაპონიაში. რამდენი ქვეყანა მოუცდელობის გამო რომ არ ვინახავს. მაგრამ სამწუხაროდ მარტო რომ არა ვარ. აბა მოცილე გყავთ? ამ საქმეში დაახლოებით 600 კაცია დაგავებული. მარტო ქარხანას არ გულისხმობ. აქ მთელი ქსელია. მათ უკან კი 600 ოჯახი დგას. ეს თითქმის
3000 ადამიანია, რომელიც ჩემს წარმოებას იმედის თვალით შეხულებს. და თქვენ ისინი რაში გეკითხებათ? ესე იგი რას მირჩევთ? ეს ხალხი მოვატყუო და ბედის ანაბარა მივყარო? ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იფიქროს და საკუთარი პრობლემები უნდა მოაგვაროს. იცით რას გეტყვით? მე არ მაინტერესებს ვინ ახართ და რა ქვენა გზნობები გამოძრავეთ. ამიტომ თქვენი არ იყოს მიუკიბ-მოუკიბავად გეტყვით. კარგად ბრძანდებოდეთ და მეორე ჯერ ამ საკითხზე თავით ყვილად არ შეიწყოთ. კარი იქით არის ბატონებო. მოიცა რა გვაგდებ? დაახლოებით ასე გამოდის. რა გიჟიკაცია. გენასოლე. უმდრაც მოგივა შენ თავს დააბრალე. გინა რა ხუცია ბიჭო ხო არ ხარ რა გარისკა? გამოვიდრამ ორდერ შევდა გამოვიდი. ბიჭო, ბანკში მაკუთი ქონია შენახული და ამას მიმალავდი? არა, კაცო, თვეში ერთხელ დედაჩემი გერმანიიდან რაღაც 2 კაპიკს მიგზავნის, ავიხებ და გამოვა. მე ამ ხელაკაცი 2 კაპიკისთვის მომიყვანე აქ? კაი, მოვალე ხო. TBC. თარიკო დაიდა. დღესაც მოვიდა. ვინ? აი ის მე რო გეუბნებოდით. აი იქ დგას. გოგო, გაგიჟდი თუ მე მაგიშე. არავინ არ არის თელ ქუჩაზე. ნამდვილად აქ იდგა. მამის სუსპიცა ვარ. შენ ეთყობა გადაეღალე გენაცვალე. დილით ლექციები, მერე მუშაობა, ღამე მეცადინეობა. გადაიხლები, აბა რა იქნება? 3 დღე ესე მოდის. წუხელ ტელეფონის არ მოგამოღვიძა. Алло. Гейсвенд.
მერე ისე შემეშინდა, რომ კარებს მივარდი და შევამოწმე. კარგად იყო ჩაკეტილი თუ არა. მერე როცა ფანჯრიდან გადავიხედე, აღარ იყო. მაები ხდები ბატონო, ვერ მივხვდი, ანუ გორორი გაიჭითა? დალაიქით ხალხო არხი გამოიწერეთ და ელოდეთ შემდეგ სერიებს რა. როცა მეცლება ხოლმე ყოველთვის დავარეაქტებ და თქვენ ჩაუჯექით. რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, დალაიქება და არხის გამოწერა. პაკა.